საღამომშვიდობის დღის მთავარ თემებს ეთუნა ინწკირველი გაგაცნობთ. უბედური შემთხვევა ივანიშვილის კუთვნილ მშენებარე ობიექტზე პანორამა თბილისიდან 3 მუშა გადმოვარდა. სეულის დაჟიჟირებები აქვს რავლობით ზედაპირული ექსპლორაცია. სამი ერთად მუშაობდნენ და ერთად მოხდა ეს ამბავი ერთად იყვნენ. შემოვიდეს შრომის ინსპექცია შემოვიდეს. დაცული იყო თუ არა შრომის უსაფრთხოების ნორმები ობიექტზე. კანონმდებლობით დადგენილი წესით იქნება რეაგირება ჩვენი მხრიდან გატარებული. მიზნით შესაძლებელია იმ რეკომენდაციების გათვალისწინებაც, რომელიც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მოთხოვნებს ეფუძნება. ვენეციის კომისიის ერთი დასკვნა და 2 განსხვავებული შეფასება. ვენეციის კომისიამ ფაქტიურად დღეს მე რეალისტური მართველი პარტიისთვის. ეს პირდაპირ არის წითელი ბარათი და მე ველოდები როგორ დაიწყებენ უხერხულად იმის ტკიცებას, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია თურმე გასათვალისწინებელი არ არის. ან როგორ შემოგთავაზებენ ვერსიას, რომ ვენეციის კომისია ალბათ ოპოზიციონერი გახდა. ოპოზიციას მოუწევს თვალი გაუსწოროს ვენეციის კომისიის პოზიტიურ და დადებით შეფასებას. ივანიშვილი და მურუსიძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის სკანდალური ისტორია. ქონდა ის არასწორი გზა, რომელიც სასამართლო სისტემას, მართლმსაჯულებას, მის დამინდობას გამოუთხრისის. რატომ ლობირებს ხელისუფლება? იქ ჩადა ფეხით მოძრაობაც ვერ მოასწრო. ვერ მოაძრა იქვეავე ადგილზე დამი. კვლელობა თბილისის ცენტრში რა მოხდა დიუმას ქუჩაზე და შეეწირა თუ არა 25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვის სიცოცხლე ნეონაცისტურ და ქსენოფობიურ დისკრიმინაციას. არის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, რომელიც უშუალოდ ადასტურებენ ავთანდილ კანდელაკიშვილისა და გიორგი სოხაძის მკვლელობაში მონაწილეობას. არის ჩანაწერები, ვიდეოკამერებიდან ჩანაწერები. რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერებს, მინდა გითხრათ, რომ არავითარი ვიდეო ჩანაწერი საქმეში არ არსებობს. ისევ დაშავებული მუშები და ისევ კითხვები რა გახდა 3 მამაკაცის დაკიდული ხარაჩოდან ჩამოვარდნის და დაშავების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევა თავისუფლების მოედანზე პანორამა თბილისის მშენებლობაზე მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ერთი დაშავებული იგორ ოყვას სახელობის კლინიკაში, ხოლო 2 კი ამტელ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. პანორამა თბილისი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი თანაინვესტირების ფონდის პროექტია. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს Energy Plus აწარმოებს, რომელსაც ხელშეკრულების პირობების ფარგლებში გათვალისწინებული აქვს სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმები. დარღვეულია შრომის სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტი. შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება შეჩერდეს პანორამას სამშენებლო სამუშაოები. ინფორმაციას აუდიტორი 115-ის წევრი ირაკლი კუპრაძე ავრცელებს. მანამდე ობიექტზე, სადაც შემთხვევა მოხდა, შრომის ინსპექტორებს არ უშვებდნენ, რამაც დაპირისპირება გამოიწვია ობიექტის ხელმძღვანელებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. ადგილზე მისულმა ინსპექტორების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ უსაფრთხოების ნორმებზე ობიექტი შემოწმებული არ ყოფილა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციონერი და დეპუტატები და მომხდარის ობიექტურ გამოძიებას და ობიექტის ხელმძღვანელების დასჯას ითხოვდნენ. იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული და რამ გამოიწვია მუშების დაზიანება, ეს ახლა ოფიციალურად ინსპექტორებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრომაც უნდა გამოიგულოს. ანა ახალაია გვერდდება თემით დეტალებით პირდაპირ ეთერში. ეთუნა თავდაპირველად საუბარი დავიწყოთ იმით, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა რამდენიმე საათიანი შემოწმების შემდეგ სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს ობიექტი, როგორც ბექა ფერაძემ შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განგვიცხადა, მათ აღმოაჩინეს ობიექტზე გარკვეული დარღვევები, ხარვეზები და შესაბამისად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ობიექტზე შეჩერდეს მშენებლობა. რა ტიპის ხარვეზებზე არის საუბარი, ეს ფერაძეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა
თქვა, რომ მოხდება აღნიშნულ ობიექტზე მყოფი პირების გამოკითხვა, ასევე კონტრაქტორი კომპანიებისგან ინფორმაციის მიღება და შესაბამისად, სწორედ როდესაც მათ ექნებათ ეს დეტალური ინფორმაცია, ამის შემდეგ ეცნობება საზოგადოებას კონკრეტულად რა ტიპის დარღვევები იქნა აღმოჩენილი აღნიშნულ ობიექტზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა დღეს პანორამა თბილისის მშენებლობის ობიექტი პირველად შეამოწმეს. შრომის ინსპექციის დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევის პროცედურები, რომელიც ითვალისწინებს, ესე იგი, როგორც ვიზუალურად დათვალიერებას ობიექტის, ასევე დოკუმენტურად ყველა იმ ვალდებულებების შეფასებას, თუ რამდენად ხდება კომპანიის მხრიდან სისტემური მიდგომები შრომის საფრთხეების საკითხებზე და ვინაიდან მსგავს ინციდენტი უკვე მოხდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ სიმაღლეზე სამუშაოები, ხვალდილიდან, როგორც მოგეხსენებათ, უკვე გავაგრძელებთ ინსპექტირების პროცესს, დეტალურად შეისწავლა ყველა იმ პროცესის, ვინაიდან ვართ ადმინისტრაციული ორგანო და ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადებები, ესე იგი, უნდა იყოს სუსტად შეფასებული. არ ეკეთათ, არ იყვნენ შესაბამისად აღჭურვილები ამ სიმაღლეზე, როდესაც მუშაობენ, ეს არის ხომის კრიტიკული დარღვევა. ჩაფხუტი შესაძლოა კრიტიკულ დარღვევაში არ გავითვალისწინოთ, ჩვენ იქ არსებობს სხვადასხვა მოთხოვნები ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, რომელიც უნდა დაიცვას სამშენებლო ობიექტმა. აქ იყო კონტრაქტორი კომპანია, ასევე რომელიც უშუალოდ ახორციელებდა სამუშაოებს, ამიტომ ალბათ დეტალურად ვისაუბრებთ მას შემდგომ, რაც რაც შეეხება თავად შემთხვევას, როგორც ითიც ბიძინა ივანიშვილს კუთვნილ პანორამა თბილისის მშენებლობაზე დღის 6 საათზე 3 მუშა გადმოვარდა. სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის არის დამაკმაყოფილებელი. 2 მათგანი არის განცალკევებული ერთ სამედიცინო კლინიკაში, ერთ-ერთი მათგანი კი იმყოფება ინგოროყვას კლინიკაში. როგორც ექიმებისგან გვაქვს ჩვენ ინფორმაცია, სამივე მათგანის სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. 2 დაშავებულის მდგომარეობა არის შედარებით მსუბუქი, რაც შეეხება ერთ დაშავებულს, რომელიც იმყოფება ინგოროყვას კლინიკაში, როგორც ვიცით, მას მრავლობითი მოტეხილობები აღინიშნება, მას აქვს დაზიანება მიღებული იდაყვის არეში და როგორც ექიმები გვეუბნებიან, ის დაახლოებით 2-3 დღის განმავლობაში კვლავ გააგრძელებს სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას. დიდი ხანია ისე რაც მუშაობს. რამდენიმე თვეა მე რა ტიპის სამუშაოებს? არ ვიცი, ნამდვილად დეტალები არ ვიცი, ვიცი რომ პანორამა თბილისის მშენებლობაზე მუშაობდა და უბრალოდ როცა ვნახე ინფორმაციულად ჩვენც გავიგეთ Facebook-ის საშუალებით. და უბრალოდ ტერიტორია დაემთხვა, ფოტოზე ცოტა კადრი იყო, მაგრამ ნუ ვიცარი მაინც. და გავარკვიეთ, დაურეკეთ, ვიღაც ქალმა გვიპასუხა ერთ-ერთის მობილურზე და გითხრეს, რომ ინგოროყვაში იყვნენ. ერთი ინგოროყვაშია, 2 აქ არის. რამდენი ხანია რაც აქ მუშაობს ამ ობიექტზე? პანორამაზე 3 თვე დაახლოებით. 3 თვე? იცით ვისი დაკვეთით მუშაობენ, ვისი არის ზოგადად ეს პროექტი? არ პანორამა თბილისის არის მხოლოდ ეს ვიცი, სხვა ინფორმაცია არ მაქვს მე. რა ტიპის სამუშაოებს ასრულებენ? გარედან მუშაობდნენ. სხეულის დაჟიჟილობები აქვს რაობითი ზედაპირული ექსკორიაციებით, რაიმე სერიოზული დაზიანება ამ ეტაპზე არ აქვს. ჯერჯერობით რაც გაუკეთდა გამოკვლევები ამ ეტაპზე, რაიმე სერიოზული დაზიანება არ არის გამოვლენილი. 2-3 საათის მერე ხდება ხელმეორედ გადამეორება ამ კვლევების. მოთავსდებიან კლინიკაში 2-3 დღით. მეტრაო რკინის კონსტრუქციაში პროზიან ხონა, კალათარო ქვია, იმაში იჯექითო და ტროსი გაწდა და ნუ წამოვიდა ნელ-ნელა და ქვემოთ ხრეში იყო და დაეცა იმ ხრესზე. როგორც მითხრეს, ეხლა მე არ ვიცი კონკრეტულად. ახლა ტროსი როგორც ამბობენ, აი რაზეც არის დამაგრებული ეს კალათა, რაშიც ეს 2 პაციენტი, 2 პიროვნება იყო ნიჟდა შიგნით და მუშაობდნენ და ჩამოვარდა. პაციენტს აღენიშნება ქალატვინის ტრამვა, თავის ტვინის შერყევა, გუმკერდის დახურული ტრამვა, ტრამული პნევმოთორაქსი, ნეკნების მოტეხილობა, გუმკერდის ბილიქსოვილების დაჟეჟილობა, მარჯვნივ იდაყვის ამოვარდნილობა. ამ ეტაპზე სტაბილურია პაციენტის მდგომარეობა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არ არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები.
უბედური შემთხვევის შემდეგ პანორამა თბილისის მშენებლობის ობიექტზე მოვიდნენ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატი გრიგოლ გოგელია და ასევე აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები, რომლებიც ითხოვდნენ, რომ შესულიყვნენ ობიექტზე და საკუთარი თვალით ენახათ ის თუ რამდენად არის უსაფრთხოების ნორმები დაცული აღნიშნულ მშენებლობის ობიექტზე, მათ ამის უფლება არ მიეცათ, მათ სწორედ ამიტომ მოუხდათ დაპირისპირება როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური ობიექტის დაცვის თანამშრომლებთან. ამის შემდეგ მათ გააკეთეს მედიასთან განცხადებები, ისაუბრეს იმაზე, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გამო ადამიანები იღუპებიან და შავდებიან. შემოვიდეს შრომის ინსპექცია, ინსპექცია შემოვიდეს. ასუხი გამიცი და გავდივარ, რატომ მიჭირდა? დამშვიდე. არის არ არის? ასუხი მითხარი, ეს ხალხი კარგად არის? ერთწუთი. ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? ამ შეკითხვას პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გასცეს. ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება, რაც შეეხება ობიექტს, როგორც უკვე აღნიშნეს შრომის ინსპექციის სამსახურის გადაწყვეტილებით, პანორამა თბილისის მშენებლობა დროებით შეჩერებულია. ანა ახალაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საფაროვის მკვლელობა და ნეონაცისტური დაჯგუფებები 25 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა და უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ვიტალი საფაროვი ეთნიკურ ნიადაგზე ერთ-ერთი ნეონაცისტური ჯგუფის წევრებმა მოკლეს. თბილისის ცენტრში მოკლული უფლებადამცველის ვიტალი საფაროვის საქმეზე დღეს პირველი სასამართლო პროცესი და სოლიდარობის აქცია გაიმართა. სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვალა და კვლავ პატიმრობაში დატოვა. მკვლელობაში ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ვიცი როგორი უნდა იყოს ადამიანები, თან ესეთი ახალგაზრდები, როგორიც სასტიკად მოკლეს ჩემი შვილი. 25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს პუშკინის ქუჩაზე 10 სასიკვდილო ჭრილობის მიყენების შედეგად გარდაიცვალა. სავარაუდოდ მას ეს ჭრილობები ორმა პირმა ქსენოფობიურ ნიადაგზე მიაყენა. როგორც საფაროვის ოჯახის უფლებადამცველები ვარაუდობენ, მკვლელობაში ბრალდებული ორივე პირი ნეონაცისტური ორგანიზაციის წევრები არიან. არსებობს ვიდეო ჩანაწერი, სადაც კონტურების სახით ჩანს, როგორ უსწორდებიან ბრალდებულები ვიტალი საფაროვს. მოწმეთა ჩვენებებით დაკავებულები წლების განმავლობაში ადასტურებდნენ, რომ იყვნენ ნეონაცისტური დაჯგუფების წარმომადგენლები. ვიტალი საფაროვის დედა, რომელსაც მკვლელობის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი ნანახი აქვს, ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეში 3 პირი ფიგურირებს. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია, შესაბამისად ის მოწმის სტატუსით სარგებლობს. მარინა ალანაკიანი ამბობს, რომ მისი შვილი ბრალდებულმა პირებმა სრულიად უსაფუძვლოდ მოკლეს და ის პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე კონფლიქტში გამშველებლის ფუნქციას ასრულებდა. ჩემი შვილი დგას და უმტკიცებს, რომ საქართველოში ყველა ეროვნება ცხოვრობს 20 წუთის მერე წყნარი ლაპარაკის ის მაგათი მოძრაობებით, ყველა ზურგებით და ფეხებით ერთ წამში მოკლეს. ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმე, ქსენოფობია, რასიზმი და ძალადობა დღეს საქალაქო სასამართლოს ეზოში მისმა ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და უფლებადამცველებმა მდუმარე აქციაზე გააპროტესტეს. ჩვენი ვერსიით სიძულვილი იყო რეალურად ქსენოფობიის სახით. ისეთმა ხალხმა მოკლა, რომ მათთვის მიზეზი დიდად არაფერს არ წყვეტდა. ჩვენი აღდგომის მიზეზი, ჩემი აზრით, ის არის და მიზანიც ის არის, რომ ესეთი რაღაც არ გამეორდეს. ყოველივე ეს ეხება ჩვენს ქალაქს და
ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება რომ დაუთმოთ არც ნეონაცისტებს და არც რომელიმე სხვა რადიკალურ ჯგუფს. ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ორივე პირი დღეს მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ისინი ბრალს არ აღიარებენ. გიორგი სოხაძის უფლებადამცველი კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მას ვიტალი საფაროვისთვის სასიკვდილო ჭრილობა არ მიუყენებია. ავთანდილ კანდელაკიშვილს ედება ბრალი უკანონოზე, არავითარი კონფლიქტი ნაციზმისა და ეროვნულ ნიადაგზე. გიორგი სოხაძე მასზე ინკრიმინირებულ დანაშაულში არის უდანაშაულო. შემთხვევის ადგილზე იყო და ჯგუფში მონაწილეობდა, მაგრამ არა მკვლელობაში. არის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, რომელიც უშუალოდ ადასტურებენ ავთანდილ კანდელაკიშვილისა და გიორგი სოხაძის მკვლელობაში მონაწილეობას. ორივე პირის მიმართ გამოძიება 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ განზრახ მკვლელობას ქსენოფობიის ნიადაგზე გულისხმობს და 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში თუ კი ორივე დაკავებულს გიორგი სოხაძეს და ავთანდილ კანდელაკიშვილს ბრალთან ერთად დაუმტკიცდება, რომ ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მკვლელობა რასობრივი შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩაიდინეს. უკვე რამდენიმე დღე აქტუალურია კითხვა, ვის დაემშვიდობება პარტიის თავმჯდომარე მინისტრთა კაბინეტში. ვისი საქმიანობით არის უკმაყოფილო ბიძინა ივანიშვილი, ამ დრომდე უცნობია. ყოფილი პრემიერი კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, თუმცა დღეს მთავრობიდან ჯანდაცვის მინისტრი იყო ერთადერთი, რომელმაც ცვლილებები არ გამორიცხა. სხვა მინისტრები კი ჟურნალისტებს მოუწოდებენ სამთავრობო ცვლილებების ნაცვლად სხვა თემით დაინტერესდნენ. ვინ დაემშვიდობება მინისტრის პოსტს და ვისი საქმიანობით არის უკმაყოფილო ბიძინა ივანიშვილი. ქართული ოცნების თავმჯდომარე სავარაუდო წამსვლელების შესახებ საუბარი ამ ეტაპზე არ სურს, თუმცა ღიად მიანიშნებს, რომ რამდენიმე მინისტრთან კითხვები არსებობს და მათთან პრემიერი აქტიურად მუშაობს. რა ვერდიქტს გამოუტანს ივანიშვილი მამუკა ბახტაძის კაბინეტს უცნობია. მინისტრთა ნაწილი ამ თემაზე საუბრისას იბნევა და ჟურნალისტებს სხვა თემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. წამსვლელთა რიგებში სავარაუდოდ ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრიცაა. არა, ამ კითხვას მაიაც ქიტიშვილი არ პასუხობს. არ გავაკეთებ კომენტარს, იმიტომ რომ სამწუხაროდ მედია საშუალებები, მე წუხარ ამას ვამბობ, მაგრამ მგონია რომ ამ თემებზე უფრო საინტერესო თემები არის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ბევრად უფრო სასარგებლო პირველ რიგში ჩვენი საზოგადოებისთვის და ბევრად უფრო საინტერესო. რჩებით მინისტრად და იქნებით მინისტრიც უახლოეს. მაგობთ. კითხვა გიპასუხეთ. გიპასუხეთ, აღარ გავაკეთებ კომენტარს ამ თემასთან დაკავშირებით, მადლობა. რომელ მინისტრში დაინახა სისუსტე ბიძინა ივანიშვილმა და ვის გაშვებას აპირებს, ამ დრომდე მთავარი ინტრიგად რჩება. დავით სერგეენკო, რომელიც 2012 წლიდან ერთ-ერთი შეუცვლელი მინისტრია, დღეს ერთადერთი იყო, რომელმაც ცვლილებები არ გამორიცხა. რაიმე კონკრეტული არაფერი ცვლილებები სულ იყო და მომავალს იქნება. ახლა რომ რაიმე კონკრეტული კონსულტაციები იყოს, ამის შესახებ დასმენილი. სულ იყო და ვარაუდობ, რომ ალბათ იქნება, იმიტომ რომ აქამდე 64 ჩემი კოლეგა იყო, ვისთანაც მე მქონია სამსახურებრივი ურთიერთობა და ალბათ მომავალს იქნება, არ ვიცი. ბევრად თამამი იყო დღეს კამერების წინ გიორგი ქობულია, რომელიც აქამდე ამბობდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, ვის გაუშვებს სახლში და ვის დატოვებს მთავრობაში. მინისტრი, რომელმაც საზოგადოებას თავის შობულებებით და ხმაურიანი განცხადებებით დაამახსოვრა, დარწმუნებულია, რომ მისი ადგილი ეკონომიკის სამინისტროშია. შეიძლება განცდა აქვს ხალხს, რომ რა თქმა უნდა უჭირთ, ამიტომ ზოგს გონია რომ შეიძლება უარესად ცხოვროს, მაგრამ რო ვნახოთ ფაქტები, ესე არ არის. რო თქვათ, რომ ჩვენ უარესად ცხოვრობთ, ეს არ არის ეს. იმის თქმა, რომ ხალხს უფრო უჭირს, ეს არ არის მართალი. არ ვაფიქრებ. თანამდებობის დატოვებას. არა, არ ვაფიქრებ. რაც უმრავლესობებმა თუ შეგიძლია. რა ცნობები იგეგმება, მე არ ვიცი, ჩემთან კონსულტაციას არ განდიან ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ სამთავრობო თქვენი ინფორმაცია არ არ წვიტავ, ვინ იქნება მთავრობაში და ვინ არ იქნება. ჩემი გადაწყვეტილება ეს ამდულად არ არის, ამიტომ ამასთან დაკავშირებით თქვენ უნდა გაიაროთ. თქვენ რჩებით მინისტრის თანამდებობა. რა თქმა უნდა. სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს გიორგი გახარიას. შინაგან საქმე და მინისტრი დასმულ კითხვას ასე პასუხობს. თქვენც ხომ არ გემუქრებათ რამე პრემიერობასაც კი წინასწარ მეტყველებდნენ, ამ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია გუნდში რა ხდება ამ მიმართულებით. ვიცით რომ ბიძინა ივანიშვილი 2 მინისტრზე განაწყენებული დარჩა. წარმოქმნა არ მაქვს, არ ვიცი, რასაც მემუქრება, როგორმე ამასაც თვალებს გაუსწორებ და შევხვდები. არ ვიცი. რომელი მინისტრი ვერ ასრულებს სათანადოდ უფლებამოსილებას, ვინ არის წარმატებული და წარუმატებელი მაღალჩინოსანი. ჩვენ ამ კითხვით ქუჩაში მოსახლეობას მივმართეთ.
დასაქმების კუთხით ძალიან ცუდი მდგომარეობაა საქართველოში, არა მხოლოდ საქართველოში შეიძლება ითქვას, მაგრამ განსაკუთრებით რეგიონების მასშტაბით. და ხალხო შეიძლება მე ვთქვა ეკონომიკის მინისტრი კარგია. ყველას უკმაყოფილო ვარ ნამდვილად. ჩემ ფენაზე ჯერ არც ერთი მინისტრის კმაყოფილება არ დასულა. რაღაცები კეთდება. ოღონდ იყოს ნაბიჯები და ისიც იმას ვერ ამბობენ, რას კეთდება. გახარიათი ძალიან ვარ კმაყოფილი. რატომ ვიცი? ძალიან. აი თავის საქმიანობაში არის აი 10-იანზე. რომელი მინისტრის საქმიანობით ხარ კმაყოფილი? არც ერთის. მინისტრების ცვლილება რამეს გამოიწვევს? რა ხდება ახლა ამ სასამართლოს საკითხებთან დაკავშირებით? შეიძლება ასე არავის აღარ უსმენენ, როგორც უნდათ ისე ატრიალებენ თავიანთ საქმეს. 2012 წლის შემდეგ ცვლილება რამდენჯერმე განხორციელდა. ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ქვეყანამ 4 პრემიერი გამოიცვალა. შეუცვლელია 2 მინისტრი, თეა წულუკიანი და დავით სერგეენკო. რომელი მინისტრი იგულისხმა ბიძინა ივანიშვილმა და ვისთან ცდილობს პრემიერი დალაგებას. მამუკა ბახტაძემ თავად დაანონსა, რომ ამ კითხვებზე პასუხების გაცემას ხვალ მთავრობის ხდომის დაწყებამდე გეგმავს. მხოლოდ მოზომელი კვება არსებობისთვის სტატისტიკის მიღმა სხვა რეალობა წუხს თუ არა მთავრობა ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურად საარსებულ უკმაპურისთვის იბრძვიან. სულად ამ თემაზე სულ რამდენიმე წუთში მოგიყვებით. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დაგვიანებული სკანდალური განცხადება დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს 2015 წელს მომხდარ კონფლიქტს ახსენებს, როცა ლევან მურუსიძე ახალი ვადით დაინიშნა. მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე და ახლა უკვე შენების მოძრაობის ლიდერი ამბობს, რომ ოცნების თავმჯდომარე სასამართლოს დანგრევაში ადანაშაულებდა და მის ავტორიტეტს ძირს უთხრიდა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დასვა კითხვა, თუ სად იყვნენ ახლა უკვე პარტიიდან წასულები 6 წლის განმავლობაში, თუ პრეტენზიები ჰქონდათ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და რატომ არ მოიღეს ხმა. შეკითხვა როგორც ჩანს ოცნების თავმჯდომარის მხოლოდ წასულებისთვის არ დაუსვამს და პასუხის მიღება ქართული ოცნების მოქმედი წევრებისგანაც უნდოდა. წასულები კი ფიქრობენ, რომ ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილს ცუდი ამოცანების შესრულებაში სჭირდება. მე პირადად მქონდა ძალიან მძიმე საუბარი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. და არაერთი. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე 2015 წელს განვითარებულ მოვლენებს 4 წლის შემდეგ იხსენებს. დავით უსუფაშვილი ყვება რამდენჯერ მოუწია ბიძინა ივანიშვილთან მწვავე საუბარი იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც მისი თქმით სასამართლო სისტემაში იყო. ახლა უკვე შენების მოძრაობის ლიდერი საუბრის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მან ქართული ოცნების თავმჯდომარეს რამდენჯერმე უთხრა, რამდენად მძიმე შედეგებს გამოიღებდა მურუსიძე ჩინჩალაძის კლანის სასამართლო სისტემაში დატოვება. თუმცა უსუფაშვილის თქმით ამ ვერსიის მოსმენა ბიძინა ივანიშვილს არ სურდა. მას ჰქონდა საპირისპირო არგუმენტები, რომ სწორედ ასეთი მოსამართლეების ხელახლა დანიშვნის თუ დაწინაურების წინააღმდეგობით სასამართლოსადმი ნდობას მეუთხრიდი ძირს. ის მაშინვე თვლიდა, რომ სისტემას სწორედ ასეთი ადამიანების მეშვეობით დაიჭერდა. 2015 წელსაც მოსამართლეთა საკითხზე, რომ ბიძინა ივანიშვილის და მათი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ამაზე საუბრობენ ქართული ოცნებიდან წასულებიც. ეგრეთ წოდებული ძველები ამბობენ, რომ ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილს ცუდი ამოცანების შესრულებაში სჭირდება. გარდა ამისა აღნიშნავენ იმასაც, რომ ივანიშვილის აზრებში სასამართლო სისტემის კონტროლი დიდი ხანია არსებობს. შენ რაღაცა ესეთ საკითხში გჭირდება მათი ვერდიქტი და მათი მხარდაჭერა, რაც სხვა შემთხვევაში დამოკიდებელ სასამართლო შემთხვევაში შეიძლება ვერ მიიღო. მაგალითად, გაყალბებული არჩევნების დასადასტურებლად. ძალიან ცუდია ნებისმიერ ეტაპზე, რა ეტაპზეც მიიღო ჩემმა ყოფილმა პარტიამ გადაწყვეტილება, რომ წარსულის ძალადობრივ რეჟიმის წარმომადგენლების რეანიმაცია უნდა მოხდარიყო მათი აღდგენა და გაძლიერება. აი იმ პირველი წუთებიდანვე იყო ეს უპატიებელი შეცდომა. სად იყავით აქამდე? ეს კითხვა როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ წასულებისთვის არ დაუსვამს. და ამ კითხვაზე პასუხის მიღება ქართული ოცნების მოქმედი წევრებისგანაც უნდოდა. ზოგმა პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას სცადა, თუმცა მაინც თვლიან, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის მიერ დასმული კითხვა მათი მისამართით ლეგიტიმურია.
ვიკითხე, თუ არ შეიძლებოდა ჩვენ გავკეთებინა ისე რომ აი აქამდე არ მოსულიყავით. კითხვა ასეთი იყო რომ სად იყავი, რატო ადრე არ თქვი. მე არ ჩავთვალე საჭიროთ რომ მე უნდა გამომედო აქ თავი კონკრეტულ პერსონებზე, მაგრამ კითხვა თავისთავად მაინც ლეგიტიმურია. რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების ყოფილ წევრებს ტელეეთერიდან კითხვით მიმართა, რატომ დუმდნენ 6 წლის განმავლობაში და რატომ არ საუბრობდნენ იმ პრეტენზიებზე, რომელიც მოსამართლეების მიმართ ჰქონდათ. ქართული ოცნების თავმჯდომარემ კითხვის ადრესატებისგან პასუხი დღეს მიიღო, რომ ის მათ შეხედულებებს მურუსიძე ჩინჩალაძის კლანზე არ იზიარებდა. მოთხოვნა ასაკზე გამოცდილებაზე ფარული კენჭისყრის გაუქმება, საჯაროობა და ობიექტური კრიტერიუმები. ძალიან უჩვეულო და ექსტრაორდინალურია სიტუაცია, რომელშიც მმართველი გუნდი უზენაეს სასამართლოს სრულად 20-ვე მოსამართლით დააკომპლექტებს და ეს შემადგენლობა მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში არ შეიცვლება, ვკითხულობთ ვენეციის კომისიის დასკვნაში. დამოუკიდებელი ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციებში წერია, რომ პარლამენტმა მხოლოდ იმ რაოდენობის მოსამართლეები უნდა დანიშნოს, რაც უზენაესი სასამართლოს მუშაობისთვის აუცილებელია. კიდევ ერთი რეკომენდაცია უკავშირდება მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის კომისიის დასკვნა იმეორებს არასამთავრობო სექტორის მოთხოვნებს და ამბობს, რომ ეს წესი უნდა გადაიხედოს. კომისია ითხოვს, რომ გაუქმდეს ფარული კენჭისყრა და კანდიდატების კვალიფიკაციაზე ინფორმაცია საჯარო იყოს. ვისარენდო კომისია მოსამართლებს თუ პარლამენტის იმ მოწვევას, ვინც ეს მოსამართლეები უნდა დაამტკიცოს. რეკომენდაციის გაცნობის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე აპირებს კოლეგები იმაში დაარწმუნოს, რისიც თავადაც არ სჯერა. ირაკლი ყობახიძე მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ვენეციის კომისიის რეკომენდაციის იმ ნაწილის გათვალისწინება, სადაც საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან ამოიღონ გამოცდები. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ პოზიციას არ იზიარებს, თუმცა მისი გათვალისწინება მაინც შესაძლებელია. ნახოთ გაითვალისწინებს თუ არა ქართული ოცნება ვენეციის კომისიის მთავარ რეკომენდაციებს და ვინ როგორ წაიკითხა დოკუმენტი. 14 გვერდიანი დასკვნა, შენიშვნები და კრიტიკული რეკომენდაციები. ვენეციის კომისია კობახიძის კანონპროექტს გაეცნო და მასში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. გაუქმდეს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები. ყურადღება მიექცეს კანდიდატთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. გაუქმდეს იუსტიციის საბჭოში ფარული კენჭისყრა და არ დაკომპლექტდეს უზენაესი სასამართლო მხოლოდ ამ მოწვევის პარლამენტის მიერ. გარდა ამისა, ვენეციის კომისია ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საზოგადოებაში დაბალი ნდობა აქვს. კრიტიკული შენიშვნების მიუხედავად, ქართული ოცნება ვენეციის კომისიის შეფასებებით კმაყოფილია. პარლამენტის თავმჯდომარემ დოკუმენტს პოზიტიური უწოდა და დასძინა, რომ მზად არის ის რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რომელიც მისივე თქმით ოპონენტების მოთხოვნებთან თანხვედრაში იყო. ჩემი აზრით შესაძლებელია იმ რეკომენდაციების გათვალისწინებაც, რომელიც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მოთხოვნებს ეფუძნება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს რეკომენდაცია შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღების შესახებ კონტექსტის გათვალისწინებით მე მიმაჩნია, რომ ამ რეკომენდაციის გათვალისწინებაც არის შესაძლებელი. დასკვნის გამოქვეყნებიდან მალევე გაირკვა, რომ რეკომენდაციების გათვალისწინების კუთხით ქართული ოცნება ერთსულოვანი არ არის. ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ვენეციის კომისიას არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება უნდა დარჩეს მოსამართლეთა შერჩევის მთავარ კრიტერიუმად. თუმცა ქართული ოცნების ლიდერები პირობას დებენ, რომ მის გადარწმუნებას შეეცდებიან. დაბლარ გოლში მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ, რომ უზენაეს სასამართლოში არიან ადამიანები, ვინც თავის ავტორიტეტს არა მარტო თქვათ განვლილი გზით ამ ბიოგრაფიით ამტკიცებენ, არამედ იმ გამოცდით, რომლის გავლაც მოუხდება. მე კითხვის ნიშანი გამაჩნია. წონა გადაწყვეტილებების მიღების უნდა გადმოვიდეს პარლამენტში იუსტიციის საბჭო. მე თუ მკითხავ, საერთოდ იმ რამოდენიმე წევრის გარდა სახში არის აღგასაშვები. უნდა დავარწმუნოთ ჩემი პოზიცია უმრავლესობის წევრები იმაში, რომ ამ ორი რეკომენდაციის გათვალისწინება არის შესაძლებელი. გამოცდების გაუქმებისგან განსხვავებით, მმართველი გუნდი ერთსულოვანია იმაში, რაშიც ოპონენტებისგან ყველაზე მეტი კრიტიკა დაიმსახურა. ქართული ოცნება არ აპირებს გაითვალისწინოს რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები. უმრავლესობა ამბობს, რომ რეკომენდაცია პოლიტიკურია და სამართლებრივ ჩარჩოს ცდება. შესაბამისად, ის ორგანულ კანონში არ აისახება. ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი და ასეთი საკითხი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ასახული ორგანულ კანონში. ოპოზიციამ ვენეციის კომისიის დასკვნა განსხვავებულად აღიქვა. ეს არის წითელი ბარათი ქართული ოცნებისთვის და დარტყმა ხელისუფლებაზე. ოპოზიცია ამბობს, რომ ვენეციის კომისიამ ქართულ ოცნებას უთხრა ის, რასაც რამდენიმე თვის განმავლობაში თავად ეუბნებოდა. ეს დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის. ამაზე უფრო მტკივნეული, ამაზე უფრო
პირდაპირ და მკვეთრი გაკრიტიკება იმ პროექტის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვაკრიტიკებთ და ვაკრიტიკებთ სამართლიანად, წარმოუდგენელია. ამ რეკომენდაციაში იკითხება ორი ძალიან კაცრი და მე ვიტყოდი წითელი ბარათის ტოლფასის შეფასება. ერთი რომ ვენეციის კომისია უნება საქართველოს ხელისუფლებას, რომ პარლამენტს არ აღდობა და იუსტიციის საბჭოს არ აქვს საკმარისი ნდობა. ვენეციის კომისიის დასკვნა არის პრაქტიკულად არის სერიოზული დარტყმა ამ ხელისუფლებაზე, ვინაიდან თავარი საკითხი. ისინი ამბობენ, რომ იუსტიციის უმაღლესობებს არ აქვს ნდობა, ხოლო საქართველოს დღევანდელ პარლამენტს მანდატი, რომ ნახევარზე მეტი უზენაეს სამართლის მოსამართლე გაანწესოს დაანდეობას. ვენეციის კომისიამ ფაქტიურად დღეს მე ვიტყოდი, რომ ორიანი დაუწერა საქართველოს ხელისუფლებას და უთხრა პირდაპირ, რომ ხელისუფლება ცდილობს გააკონტროლოს სასამართლო დღევანდელი მმართველი გუნდი ცდილობს გააკონტროლოს სასამართლო ხელისუფლება ქვეყანაში. ეს არის ამ დასკვნის რეალური გზავრი. ერთი დოკუმენტი და ორი განსხვავებული პოზიცია, ვისთვის პოზიტიური და ვისთვის კრიტიკული. ქართული ოცნება ამბობს, რომ ოპონენტებს მოუწევთ დადებით შეფასებას თვალი გაუსწორონ. ოპოზიციას მოუწევს თვალი გაუსწოროს ვენეციის კომისიის პოზიტიურ და დადებით შეფასებას. მე მესმის, რომ მათ უჭირთ ახლა ამ ყველაფერს გაუსწორონ თვალი, თუმცა ეს არის ის ძირითადი საკითხები, რა საკითხებზე ჩვენ საუბრობდით, რომ სრულ შესაბამისობაში იყო ეს საკითხები ევროსაბჭოს ძირითადი რეკომენდაციებთან. ვენეციის კომისიის თავისებურად აღქმულ დასკვნას ქართული ოცნება ხვალ დეტალურად განიხილავს. კობახიძის გუნდის კანონპროექტზე კენჭისხრა პარასკევს გაიმართება. შესაბამისად, კვირის ბოლომდე გვეცოდინება, როგორ აპირებს პარლამენტი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლო დააკომპლექტოს. უმრავლესობისგან განსხვავებით კრიტიკულად და მწვავედ აფასებენ ვენეციის კომისიის დასკვნას მესამე სექტორში, სადაც ამბობენ, რომ დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემას ეგრეთ წოდებული კლანი მართავს. არასამთავრობოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რეკომენდაციებში სწორედ იმ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული, რაზეც თავის დროზე თავად მესამე სექტორი საუბრობდა, თუმცა უმრავლესობამ აღნიშნული მოთხოვნები უგულებელყო. როგორ აღიქვა ოცნებისთვის პოზიტიური დასკვნა მესამე სექტორმა, რუსტან დუმბაძე გვეტყვის. დიახ, გაირკვა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა პოზიტიურია მხოლოდ ქართული ოცნებისთვის, რადგან 14 გვერდიან დოკუმენტს პრობლემურად და კრიტიკულად აფასებს არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ მესამე სექტორიც. არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ამ დასკვნაში ასახულია ის მთავარი ხარვეზები, რის შესახებაც ისინი ამ ხნის განმავლობაში საუბრობდნენ და რის გამოც მათ მიმართ ქართული ოცნება აგრესიას იჩენდა. მესამე სექტორში ამბობენ, რომ არც ვენეციის კომისიისთვის დარჩა შეუმჩნეველი იუსტიციის საბჭოს მიმართ უნდობლობა საზოგადოებაში და კანონპროექტი როგორც ეგრეთ წოდებულ კლანის ინტერესებზე მორგებული. მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ ამ მთავარ კრიტიკულ რეკომენდაციებს საფუძვლიანად შეისწავლის და გაითვალისწინებს ქართული ოცნება, თუმცა გათვალისწინების შემთხვევაშიც მესამე სექტორში ამბობენ, რომ ამ პროცესების უფრო სამართლიანად წარმართვა იყო შესაძლებელი. კითხვაზე, რატომ აცხადებს კრიტიკულ დასკვნას ქართული ოცნება პოზიტიურად, ამას მესამე სექტორში ხსნიან იმით, რომ მართლ პარტიას პრობლემების დანახვა და მოგვარება უბრალოდ არ სურს. ვენეციის კომისიის მთელი დასკვნა ხას უსვამს იმას, რომ ეს კანონპროექტი უბრალოდ არაფერში არ ვარკა და ხელისუფლებამ რა თქმა უნდა მისი მიღებისგან უნდა შეიკავოს თავი. რატომ ვერ უსწორებენ თვალს იმ პრობლემას, რომელზეც მთელი საზოგადოება ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობდა და რაც დადასტურებულია ვენეციის კომისიის მიერ და ამ ფონზე ერთ-ერთი გამოსავალი რაც მათ რჩებათ და რასაც აკეთებენ, თითქოს ეს დასკვნა მიესალმება აი მართლაც სასაცილო არის ამ კანონპროექტს და თითქოს ეს კანონპროექტი არის მართლაც ის ნოუ-ჰაუ, რომლითაც ქართული სასამართლო გავა რაღაც გადარჩენის გზაზე. ეს ხელისუფლება თვითონ გადაყვება ამ კანონპროექტს. თავარი და მნიშვნელოვანია, რაც ვენეციის კომისიამ გითხრა, რომ ამ პროცესში პრაქტიკულად ქართული ოცნება და სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფი იყვნენ ერთ მხარეს და სხვა დანარჩენი ყველა ვიდექით მეორე მხარეს. იმ პირობებშიც კი ყველა რეკომენდაციასაც თუ გაითვალისწინებს მართველი პარტია, ჩვენ გვრჩება საფუძველი ვისაუბროთ, რომ ამ პროცესის წარმართვა უფრო ეფექტურად შეიძლებოდა. ვენეციის კომისიის დასკვნა არის კიდევ ერთი დასტური, რომ პრინციპების დონეზე კანონპროექტი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა, არის ძალიან პრობლემური და ხარვეზიანი და პრაქტიკულად კომისიამ ყველა ძირეულ საკითხთან მიმართებით გაიზიარა ჩვენი მოსაზრებები
მიზეზები ქვეყნის შიგნით ისედაც არ იყო არავინ დარჩენილი, რომელიც პოზიტიურად აფასებდა საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს და უკვე ნათლად ჩანს, რომ ვენეციის კომისიაც პრინციპების დონეზე იწუნებს კანონპროექტს. ვენეციის კომისიაც როგორც ჩანს ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე მართლმსაჯულების სისტემაში, იმიტომ რომ მოქმედებს ჯგუფი, რომელიც გარიგებულია სავარაუდოდ ხელისუფლების გარკვეულ ნაწილთან. ეს არის მთავარი პრობლემა, იმიტომ რომ ხელისუფლება ვერაც ცნობიერებს მთავარ მიზეზს პრობლემისა და არ არის შესაბამისი პოლიტიკური ნება მიღებული იმისთვის, რომ რეალური ცვლილებები განხორციელდეს სისტემაში. ვენეციის კომისია მიუთითა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ იმ პირობებში, როცა საბჭოს ძალიან დაბალი ნდობა აქვს, ერთმა ხელისუფლებამ არ უნდა დააკომპლექტოს მთლიანად უზენაეს სასამართლო, იმიტომ რომ ნდობის მხრივ არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნები. და გამომდინარე იქიდან, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას განსხვავებულად აღიქვამენ პოლიტიკური ოპონენტები, მოსალოდნელია, რომ მისი განხილვის პროცესი ხმაურიანად ჩაივლის, რაც შეეხება კანონპროექტის კენჭისყრას, ის გაიმართება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დეპუტატები პლენარულ სხდომაზე ნინო ლომჯარიას მოусმენენ, გაითვალისწინებს თუ არა ქართული ოცნება კრიტიკულ რეკომენდაციებს, რომელიც გასცა ვენეციის კომისიამ, სწორედ უახლოეს დღეებში ვნახავთ. რუსტან დუმბაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დადაპირებული სიუჟეტი არის თუ არა მარტო კვებას საარსებო მინიმუმი ოჯახის ერთი წევრისთვის 70 ლარი სტატისტიკის სამსახურის მტკიცებით დაბალანსებული კვებისთვის შესაბამისობაშია. საკმარისია თუ არა რეალურად ეს თანხა მოსახლეობის შემდეგ მინიმუმის დათვლის წესი, რომ შესაძლებელია ოცნებაშიც ადასტურებენ, თუმცა როდის მოხდება ცვლილება, ამაზე ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ. რისი ყიდვა შეუძლიათ მოქალაქეებს საარსებო მინიმუმით ოჯახს 361, ხოლო ერთ პირს თვეში დაახლოებით 70 ლარით. თანხა, რომელიც მხოლოდ სასურსათო პალატას მოიცავს მოქალაქეებისთვის შეურაცხმყოფელი და დამცინავია. ისინი ამბობენ, რომ ამ თანხით მხოლოდ წყლითა და პურით არსებობას მოახერხებენ. ბიძინამ რო იცხოვროს კარგად, მაგისთვის არის საკმარისი და ხალხისთვის, უბრალო ხალხისთვის არ არის საკმარისი. არ ეყოფა, არ საკვებში ეყოფა და არ საკვებში. 5 შვილიან ოჯახს მაინც პატარა უნდა 1000 ლარი. ერთი თვის სამყოფს ნამდვილად ვერ შევიძენთ, იმიტომ რომ ფასებს რო გადავხედოთ, ზოგადად 1 კილოგრამი ყველი არ მოგივა. არანაირად არ შეიძლება დღეში მინიმუმ ჭირდება 30 ლარი ადამიანს რომ მიარსებობა. საარსებო მინიმუმის საბოლოო მაჩვენებელი არ მოიცავს სატრანსპორტო, კომუნალურ და სხვა ხარჯებს. ოჯახის ერთი წევრისთვის 70 ლარი სტატისტიკის სამსახურის მტკიცებით დაბალანსებული კვებისთვის შესაბამისობაშია. საკმარისია თუ არა რეალურად ეს თანხა ჯანდაცვის მინისტრი ამ კითხვას არ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ მინიმუმის დათვლის წესი შესაძლებელია. საკუთრივ მეთოდოლოგიების დათვლა არსებობს რამოდენიმენაირი. ამაზე სულ იყო მსჯელობა, რომ მეთოდოლოგია გადახედილიყო და რაიმე სხვა დამტკიცებული მეთოდოლოგია მიგვეღო, რასაც მეც ვეთანხმები. კრიტიკულია ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია. აკაკი ზოიძის თქმით, მოქალაქეების ღირსეულად ცხოვრებისთვის მხოლოდ კვება საკმარისი არაა და საარსებო მინიმუმის სხვა საჭიროებებსაც უნდა მოიცავდეს. აუცილებლად გადასახედია, თუნდაც იმ ელემენტარულ მოთხოვნებს გასაკმაყოფილებლად, ჩემი აზრით, ის ყალათა, რომელიც არის სასურსათო ჩადებული ამ მეთოდოლოგიაში, ასევე აღარ არის ადეკვატური. ოპოზიციაში მართველი გუნდის ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ამ ტიპის კვლევები ხელისუფლების უსუსურობას ავლენს. არადაც მართველი გუნდი პასუხობს, რომ ამ მინიმუმით ადამიანი შიმშილისგან გადარჩება და ქვეყანას სწორედ ასეთ ადამიანებზე უწევს ზრუნვა. ქართულ ოცნებას იმდენად გაუჭირდა თავის გამართლება იმასთან დაკავშირებით, თუ ქვეყანაში რატოა ესეთი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ასეთი სიღარიბე, რომ ახლა გადავიდა საკითხის ტექნიკურ ახსნაზე. ხავარი არის გასაკეთებელი, ეს არის მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. გამოკვლევები არის აბსოლუტურად უვარგისი. არავითარი მას დატვირთვა თუ არა აქვს. ავლენან უფრო მეტად ხელისუფლების უსუსურობა. ეს არის ის მინიმუმი, რაც ადამიანს შეიძლება გადაარჩენს რაღაცა მშიერ შიმშილით სიკვდილს. ჩვენ ვფიქრობთ გადარჩენაზე, ჩვენ ვფიქრობთ ელემენტარულ ლოკმაპურზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქუჩაში არ იყოს ადამიანი. ექსპერტები საარსებო მინიმუმის დათვლის პრინციპს მოქალაქეების სტანდარტიზაციას უწოდებენ. ექსპერტები პრობლემას ხედავენ შევაჭრების კოეფიციენტშიც და მათი განმარტებით სურსათის შეძენისას შევაჭრების ალბათობა თითქმის არ არსებობს.
ეს რიცხვი არის კატასტროფულად დაბალი. რამდენიც არ უნდა ვცვალოთ ეს მეთოდოლოგია, მთლიანობაში ესე გასტანდარტება ერთი ადამიანის არის არასწორი. საქართველოში უკიდურესად რთულია გადარჩი. რა აქნას იმ ადამიანმა, ვისაც მაგალითად შევაჭრება არ გამოსდის, ხო? ან შევაჭრებისას არ გაუმართლა. შევაჭრება არის ალბათობა რაღაც, ვიღაც დაგიკლებს თუ არა. სიცოცხლისათვის საარსებოდ ცოტა ამაზე სადაო საკითხი, იმიტომ რომ ადამიანი მხოლოდ არ იკვებება. კოეფიციენტები გადასაანგარიშებელია ამ ხრივ, ანუ თანაფარდობა როგორ იქნება სურსათის, არასურსათის, არასაცვლადო ხარჯების. მიუხედავად იმისა, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის წესის ცვლილებაზე ყველა მხარე თანახმა, მეთოდოლოგია არ იცვლება. 2003 წლიდან მინიმუმის დათვლის პრინციპი მხოლოდ სურსათის ფასებს ეფუძნება, რაც შეუსაბამობაშია საერთაშორისო დონის გამოცდილებასთან. ვინმე ბიძინა ივანიშვილის წერილს წავაწყდი ფრესკოს დამფუძნებელი ახალ მიმართვას ავრცელებს ვასილ სოფრომაძის თქმით, მთავრობა ბიზნეს საქმიანობაში ხელს უშლის, რის გამოც მილიონობით დოლარის პროექტებს ვერ ახორციელებს და დამატებით სამუშაო ადგილებს ვერ ქმნის. ფრესკოს დამფუძნებელი ადანაშაულებს თბილისის მერიასაც. ვასილ სოფრომაძის თქმით, წერილის გამზირზე მერის არქიტექტურის სამსახური მშენებლობის ნებართვას არ აძლევს და რეკომენდაციას აძლევენ, რომ იყიდოს ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი. ვიდეო მიმართვა 9 წუთიანია. სოფრომაძე არასაჯაროებს არც წერილს და არც მაღალჩინოსნის ვინაობას ამხელს, რომლის ნათესავის მიწის ნაკვეთის ყიდვაც მისივე თქმით მერიაში ურჩიეს. თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განმარტებით კი, როდესაც გარკვეული უბნისტო ტერიტორიის ფორმირება ხდება, მერია ხშირად იყენებს ამგვარ რეკომენდაციას შეუსაბამო ნაკვეთებთან დაკავშირებით განცხადებელს თხოვს, იქნებ ეს ტერიტორიები დააგეგმაროს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და სისტემის კიდევ უფრო შორს წავიდა ქალაქის მერია. ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ყველაფერი გავაკეთეთ განვითარებისთვის, მაგრამ როგორ უნდა განვითარდეთ ჩვენ, როდესაც ჩვენ ვაპირებთ, ჩვენი კომპანია აპირებს დიდუბეში წერტის პროსპექტზე ჩვენი ახალი სუპერმარკეტის აშენებას. და როდესაც ქალაქის მერიიდან ოფიციალურად გუნდის წერილი, რომელშიც რეკომენდაციის სახით მირჩევენ ვიყიდო ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი. თქვენ ამას განვითარებას უძახით? ძალიან მწუხარ, რომ ბატონი ვასილი ვერ გაერკვა, ასე ვთქვათ, ქალაქ გეგმარების საფუძვლებში. ჩვენ მე პირადად ვზათავარ, რომ შევხვდე მას და აუხსნა, ზუსტად რა შეასაქმე. ეს არის რეგულაცია, რომელიც სივრცითი მოწყობის კანონმდებლობით არის დადგენილი და თავის შინაარსით გულისხმობს იმას, რომ ტერიტორიის განაშენიანება უნდა მოხდეს მაქსიმალურად ეფექტიანად. არის აბსოლუტურად უხერხული ბატონი ვასილის მხრიდან ასეთი ბრალდებები და მას და მისი იურისტებს კიდევ ერთხელ მოუწოდებთ, რომ კარგად გაერკვან კანონმდებლობა. პარიზის საყვარელ ქალბატონს იგივე ნოტრ-დამს გლობს. ცეცხლს, რომელმაც ჩამოანგრია ისტორიული სამრეკლო 9 საათის განმავლობაში 400-მდე მეხანძრე და 15 სახანძრო მანქანა ებრძოდა. არ გამოიყენეს ავიაცია, რადგან წყლის ჭავლი მთლიანად დაანგრევდა კათედრალის სტრუქტურას და ცეცხლზე არანაკლებ დააზიანებდა. ცეცხლს გადაურჩა მნიშვნელოვანი ქრისტიანული რელიქვიები, რომლებიც ტაძარში ინახებოდა, მათ შორის მაცხოვრის ეკლესიის გვირგვინი. რა გადარჩა და რა დაიწვა ტაძარში ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, გუშინ მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს, როგორ ებრძოდნენ მეხანძრეების საფრანგეთის მთავარ ღირსშესანიშნაობაში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს. საფრანგეთმა უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი ტრაგედია და კულტურული კატასტროფა გადაიტანა. პარიზელთა თვალწინ ცეცხლი გაუჩნდა პარიზის სიმბოლოს ღვთისმშობლის ტაძარს. ცეცხლი ელვისებურად გავრცელდა და პირველ რიგში ტაძრის შპილი შეიწირა. ცეცხლის ალში გახვეული აღმოჩნდა მზიდი კონსტრუქცია და ტაძრის განთქმული კოშკები, თუმცა მათი ნგრევის აღკვეთა მოხერხდა. ხანძრის ლიკვიდაციაში 400 მეხანძრე იყო ჩართული და ნოტრ-დამის გადარჩენის ოპერაციის მთელი სიმძიმეც ამ ადამიანებზე გადავიდა, რადგან კონსტრუქციის თავისებურებები ვერ ფრენების გამოყენების საშუალებას არ იძლეოდა. მეხანძრეებისთვის მაღლივი კიბეების გამოყენებას კი შეუძლებელი იყო. ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა ერთი მეხანძრის მდგომარეობა მძიმეა. იმ დროს, როდესაც ტაძარი ცეცხლის ალში იყო გახვეული, გარეთ ათასობით ადამიანი ნოტრ-დამის გადარჩენისთვის ლოცულობდა. შეძრწუნებულები ვართ, ეს ჩვენი ისტორიის 850 წელია. ეს ნამდვილად მტკივნეულია. ნოტრ-დამი უზარმაზარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობაა. ჩემთვის ეს მთელი საფრანგეთისთვის მიყენებული ჭრილობაა. აქ საფრანგეთი იწვის. გრძნობ, როგორ ტირის ამ წუთებში მთელი პარიზი და არა მხოლოდ მე.
მეგობართან ერთად მოვედი, ეს ნამდვილად საშინელებაა. ეს ისტორიული ადგილია, რომელიც მხოლოდ პარიზს და საფრანგეთს არ ეკუთვნის. ეს არა მხოლოდ ტაძარი, არამედ საფრანგეთის სიმბოლოც-აა. ნოტრ-დამის აშენებას უამრავი დრო დასჭირდა და რამდენიმე საათში განადგურდა. არ შემიძლია ამის ყურება. ახლა, როდესაც ხანძარი ჩამქრალია, ვიცით, რომ გადარჩა ტაძარში შენახული უძვირფასესი რელიკვიები. გადარჩა ტაძრის საკურთხეველი და ნოტრ-დამის ცნობილი ჯვარი. გადარჩენილია ქრისტეს ეკლიანი გვირგვინიც. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი კათოლიკური ვნების კვირეულის პირველ დღეს დაიწვა. ამიტომ სანამ პროკურატურა მომხდარის მიწიერ მიზეზებს იძიებს, ნოტრ-დამის წინამძღოლს არქიეპისკოპოს პატრიკ შევეს არამიწიერი კითხვები გაუჩნდა. რა შემიძლია გითხრათ ამ ძეგლზე, რომელიც მიყვარს, რომლითაც ვცხოვრობ, რომელიც ასე ბევრს ნიშნავს ჩვენს ისტორიაში. ეს ნამდვილად სამწუხაროა და მე ვეკითხები ღმერთს, რატომ, ვინაიდან დღეს წმინდა ორშაბათია და ეს მნიშვნელოვანი კვირაა ჩვენთვის და მე ისე ვეკითხები ღმერთს, რატომ. ფიქრობ, როდესაც თავადაც ზეცაში მოხვდები, ამ კითხვაზე პასუხს მივიღებ. მეხანძრეთა თქმით, ხანძარი სავარაუდოდ ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებთან არის კავშირში. ამ ვარაუდს ამყარებს ის ფაქტი, რომ ცეცხლი თავდაპირველად უზარმაზარ ხარაჩოს გაუჩნდა, რომელსაც ტაძრის რესტავრაციისთვის იყენებდნენ. განადგურებულია ტაძრის შპილი, მასთან ერთად ჩამოინგრა ტაძრის სახურავიც. საფრანგეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე გაუფრთხილებლობით ზიანის მიყენების მუხლით აღძრა. ცივილიზებული მსოფლიო კი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად უკვე გაერთიანდა. ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს ტაძრის რესტავრაციის დაფინანსებაში, როგორც კი ზარალის დონე და აღდგენითი სამუშაოების ღირებულება გახდება ცნობილი. ფრანგები კი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად ფულს უკვე აგროვებენ. ფრანგმა მილიარდერმა ფრანსუა ანრი პინომ, რომელიც გუჩის და იუსენ ლორანის ბრენდების მფლობელია, ტაძრის აღსადგენად 100 მილიონი ევრო გაიღო. 200 მილიონის გაღება გამოაცხადა ყველაზე მდიდარმა ევროპელმა, ლუი ვიტონის ბრენდის მეპატრონე ბერნარ არნომ. შოუმენმა და უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ ოპონენტს უკრაინის მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს უპასუხა, რომელმაც ზელენსკი ალაჩრობაში და არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. პოროშენკომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 14 აპრილს ზელენსკი დებატებზე არ მივიდა. ახლა ზელენსკი ამბობს, რომ სტადიონზე სირბილის და ყვირილის ნაცვლად პოროშენკო უმჯობესია საქმით დაკავდეს. იმას, რომ არჩევნებზე უდავო ფავორიტი ზელენსკი არა მხოლოდ პირველი ტურის შედეგები და საზოგადოებრივი აზრის კვლევები ატესტურებენ, არამედ ზოოპარკის ბინადრებიც. ამორულმა ვეფხმა, რომელიც კრასნოიარსკის ზოოპარკში ცხოვრობს და წინასწარმეტყველებით არის ცნობილი, პრეზიდენტად სწორედ ზელენსკი აირჩია. არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება. მე ინფორმაციით ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.